მოკლედ მეგობრებო, სასწავლო წელი დასრულებულია. ნუ ყვირით, ვხედავ რომ ყველას არ გამოუცვლია ქალაქ გარეთ-სახლისთვის. ბაყაყებო, სადა არის თქვენი ტანსაცმელი? არ ვიცოდით რომ დღეს მივდიოდით ქალაქ გარეთ-სახლში. შეგვიძლია უცბად გავიაროთ და გამოვიცვალოთ. არა, თუ გავივლით, ჩვენს გარეშე წავლენ. მასწავლებელო მაიკ, ვფიქრობ რომ ის ვისაც ტანსაცმელი არ აქვს, არ უნდა წამოვიდეს. ლეილა, სიტუაციას ნუ გაართულებ. დღეს სკოლის ბოლო დღეა. ამიტომ გოგოებს დაველოდებით, ჩაალაგებენ და ერთად წავალთ. მასწავლებელო მაიკ, მივდივართ. ხო, მზად ვართ საფხულის არდადეგებისთვის. არ მესმის ამ სიცხეში რატომ ვდგავართ? ხო, ნასტია, მეც მაინტერესებს, ალბათ ახლა წესები უნდა გვითხრან ამ ქალაქ გარეთ-სახლის. ქალაქ გარეთ-სახლში ყოფნის დროს უნდა დაიცვათ ეს წესები. ხო, ჯობია ეს ყველაფერი დაწერილი იყოს, რომ მერე პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენ დავიმახსოვროთ. ათლეტებს კარგი მეხსიერება გვაქვს. საყვარელო, გთხოვ უკითხე კნოპა სად არის? მოიცა, საყვარელო, ქეში ხო არ გაქვს? დიანას ქეში ჩემთანაა. სმაილ, ყველაფერი კარგად არის, აი აქ არის. ხო, ჩვენც დავეხმარეთ. ტიმურ, კნოპა ხვალ მოვა, ბებია მისი სახლში არის ახლა. კარგი, რომეო, კიდევ ერთხელ თუ ვიტყვი, რომ დიანას ქეში შენ გაქვს, ავტობუსთან გადაგაგდებ. ჯობია გზაში სადმე არ დაიკარგო, თორე წრეში მარტო დარჩები. კარგით, პირველი წესი ქალაქ გარეთ-სახლის, არ დატოვოთ ტერიტორია. რომ მერე თქვენი ძებნა არ დაგჭირდეს. ხო და ვინც წესებს და არღვევს, მშობლებთან წავა სახლში, დედასთან და მამასთან. კარგი, არ დავტოვებ ტერიტორიას, ისაც ძალიან ძვირი დაგვიჯდა. ხო, მზად ვარ რომ სამუდამოდ დავისვენო. დამშვიდით გოგოებო, რა გიჟები ხართ? შენ ხარ გიჟი. გოგოებო, ფეხები მტკივა შეიძლება დავჯდე. ახლოს მოიწიეთ, მოდით, რომ არ დამინახონ. კარგი. მადლობა გოგოებო, უფრო ახლოს. კარგი, მეორე წესი, მასწავლებელ მაიკ, ჯობია თქვენ უთხრათ. მეორე წესი, ბიჭები და გოგოები სხვადასხვა სახლში იცხოვრებენ. მოგწინდება. თქვენ გარეშე გავერთობით. კარგი და მესამე წესი. მასწავლებელო მაიკ, ერთი წუთით არ მესმის, არ უნდა მოусმინოთ რომ გაიგოთ წესები და რომ არ გატეხოთ?იანა ადექი?იანა ბოდიში. მაგრამ ფეხები მტკივა. კითხვა მაქვს, მე და აისმა უნდა ვიმუშაოთ ქალაქ გარეთ-სახლში? ჩვენ ყველაფერს მოვიტანთ, რაც საჭიროა. აის და პიცა თქვენ შეგიძლიათ, თუ გინდათ იმუშავეთ. მოკლედ, ყველა ადამიანს თავისი საქმე ექნება. მაგალითად, ვიღაცაები სამზარეულოში იქნებიან და ასე შემდეგ. მაგარია, უნდა დავისვენოთ თუ კარტოფილები გავთალოთ. დიანა, რამე უნდა თქვა, იმიტომ რომ არ შეიძლება ბანის ჩერლდერებმა არაფერი არ უნდა გააკეთონ. ზუსტად მთელი წელი ვსწავლობდით და ვემზადებოდით. გოგოებო, ადგილზე რომ მივალთ, მერე ვიტყვი, ჯერ აქედან წავიდეთ. კარგი, დანარჩენ წესებს ქალაქ გარეთ-სახლში მოისმენთ. ახლა შედით და გაათავისუფლეთ სკოლა თქვენი ნივთებისგან. და გაფუჭებული საჭმელი გადააგდოთ. და შემდეგ წავალთ ქალაქ გარეთ-სახლში. არ მესმის გოგოებო, უკვე დაიწყო არდადეგები და მეგონა წავიდოდით ქალაქ გარეთ-სახლში პირდაპირ, მაგრამ არა უნდა გავწმინდოთ ყველაფერი. რა წესია? ხო, თან მე კარგად გამოვეწყე, მეგონა პირდაპირ წავიდოდით. გოგოებო, რაც უფრო მალე გავწმენთ, მით უფრო მალე წავალთ. გოგოებო, მასწავლებელმა მაიკმა თქვა რომ დაობებული საჭმელი უნდა მოგოშორებინა კარდებიდან, მაგრამ მე არანაირი საჭმელი არ მაქვს, ყვავილების სუნი ასდის. ხო, მაგრამ ლურჯი კარდებიდან ცუდი სუნი მოდის. ბანი, რატომ არ გითხარით რომ ტანსაცმელი უნდა წამოგვე, ხო? გინდოდათ რომ ჩვენ გარეშე წასულიყავით, ხო, ქალაქ გარეთ-სახლში. იცოდით რომ დღეს მივდიოდით და ჩვენი მოშორება გინდოდათ. ბაყაყებო, იცით რა, ჩვენ ამაზე ვფიქრობდით, დასვენებას და არა თქვენზე. ჩვენი ბრალი არ არის რომ დაგავიწყდათ ტანსაცმელი და გირჩევთ კარადები გაწმინდოთ. გაწმენდილია. ხოლ კამფეტების სუნი ასდის ჩვენს კარადებს. გოგოებო, კოსტუმით წამოვიდე თუ არ იქნება საჭირო. დიანა, სურათებში ვნახეთ ეს ქალაქ გარეთ-სახლი და ძალიან კარგი არ არის. გოგოებო, არ დაპანიკდეთ. ჯერ რეალობაში არ გინახავთ. გოგოებო, სახლი არ მოგეწონათ? რა პრობლემაა? შეგიძლიათ აქ დარჩეთ. და მასკოტ, შენ წამოიღე კოსტუმი, მაინც უნდა ვივარჯიშოთ არდადეგებზეც კი. ხო, ჩვენ ჩირლდერები ვართ. ეს გაიგეთ, ჩვენც ვივარჯიშებთ არდადეგებზე. ხო, ჩვენ ბაყაყები ვართ. გამარჯობა კარინა, შენც მოდიხარ ქალაქ გარეთ-სახლში? ხო. კარინა, შენ და კოსტა დაშორდით? ხო, მიმატოვა. საწყალო გოგო. არა, არ მწყენია, ახალ შეყვარებულს ვიპოვი არდადეგებზე. კარინა, ოღონდ ჩვენს ბიჭებს არ შეხედო, ხო? ძალიან გთხოვ, თორემ ცუდად დამთავრდება. კარგი, გავიგე, ლუზერები ისედაც არ მაინტერესებს.იანა, რაიანს და ფეხბურთელებს ჯერ ფული არ მოუციათ. მეგობრებო, მარდადეგებზე თქვენგან ნამდვილ ვარსკვლავებს დავაყენებ. ჩვენ ფეხბურთელები ვართ.იანა, ბიჭებო, იცოდით რომ სრული თანხა არ მოგიციათ? რაიან, კოსტა, დიმა, აბა ახლა მაინც გააკეთებ? გოგოებო, რა, მთელი ფული მოგეცით. ხო, ჩვენც მოგეცით ერთი თვისი. ხო.
ბიჭებო, ბიუჯეტი ცოტათი შეიცვალა. ახლიდან დავითვალეთ ყველაფერი და აღმოჩნდა რომ ფული გვაკლია. თუ არ გადაიხდით, ვერ წამოხვალთ ქალაქგარეთ სახლში. ლეილა, იტყუები, მთლიანი ფული მოგეცი, მეტი რა უნდა გჭირდებოდეს. კარგი, რამდენი გჭირდება? წინასწარ უნდა გაგვაფრთხილო. 2000-ით მეტი. არ მესმის რატომ წუწუნებთ? მთელი ზაფხულის არდადეგები იქ უნდა გაატაროთ. რა არის? ლეილა, კარგი, მაგრამ მეტი აღარ. არაფერსაც არის ამს ლეილა. კარგი, რაიანმა გადმოგცა ბიჭებო. აიღეთ, მაგრამ მეც არაფერს აღარ გადავიხდით. ყოჩაღ ბიჭებო. მორჩა დამატებით გადასახადები. ბიჭებო, ახლა მოგიწევთ რომ წახვიდეთ გასახდელში და თქვენი კარადები გაწმინდოთ. 1 საათში გავდივართ. ხო, იმ კარადებიდან ისეთი სუნია. ჩემთან შეგვეთადევს. ისე თქვენი კარადებიც არ გამოიყურება კარგად. ლეილა, აბა კიდევ ვინმე ხომ არ უნდა დავიჭიროთ.იანა, არა, ყველაფერი წესრიგშია, ყველამ გადაიხადა. ლეილა, რა უნდა გავაკეთოთ ამ არდადეგებზე? რა? რა უნდა გავერთოთ? Like, ride with me if you ride with me, you can slide with me if you feel like. პიცა ახლა რა დროს ცეკვა? მიდი კაფე დაასუფთავე. ხო იცი, მალე არდადეგები იწყება. აი, შენ გააკეთე, მე უკვე ვისვენებ, წვეულებაზე ვარ. რა რომელი არდადეგები? დღეს ჩვენი ბოლო სამუშაო დღეა. მიდი კლიენტებს მიხედე. კლიენტები, გამარჯობა ბიჭებო. სადა ავტობუსი უკვე მომშვიდა. აი, ეს 1 საათი გამიკეთე. აქ აჩვენებს, რომ ავტობუსი 30 წუთში იქნება. შეიძლება უბრალოდ საცობში მოხდა, ან გაიჭედა. მეგობრებო, უკვე ვეღარ ვითმენ აგარაკამდე. ხო იცით, ყველაზე მაგარი ოთახი უნდა ავიღოთ. ხო იცით, ჩვენ ერთ ოთახში უნდა ვიყოთ და ეს არა. რას გულისხმობთ? მე კალათბურთელი ვარ, ერთ ოთახში უნდა ვიყოთ. არა, ჯერ არ ხარ ნამდვილი კალათბურთელი და ჩვენთან ერთად ყოფნა თუ გინდა, ის უნდა გააკეთო, რასაც ჩვენ გეუბნებით. პატრიკ თითიაიჩი, ეს კარგი, ესე იგი გოგოებს უნდა შევურიგდეთ. ეს საიდან მოიტანე? იმიტომ რომ ასე გადავწყვეტი. ამთვის თუ ავირჩევდით, შევურიგდებოდით და ამთვის თუ აირჩევდი, არ შევურიგდებოდით. კარგი, ესე იგი თითი სწორად ავირჩიე და ახლა შევურიგდებით. ლუზერებო, რატო ყვირი ხართ? ჩვენთან ერთად წამოსვლა არ გინდათ? ლუზერები და ზაფხულის არდადეგები ერთად ზედმეტია. ხო, როგორ არ მოვდივართ? უბრალოდ ჯერ ჩვენ გოგოებს უნდა შევურიგდეთ და მე აგარაკზე ერთად გავერთობთ. გაიგონეთ, ლუზერებიც კი აპირებენ გართობას, ამიტომ ჩვენს გავერთობთ. აი, ის დაამთავრე. პიცა, ველოდები, როდის მორჩები მაგცეკვას და დაალაგებაში დამეხმარება. აი, ის ახლა ვიწყებ, ისეთ კარგ ხასიათზე ვარ, გინდა რომ ხასიათი გამიგვიჭო? რა? ხასიათი. აი, ცხელი შოკოლადი გააკეთე, 3 ცალი. მოიცა სმაილ, ამასაც უკვე თავ. ხო, უნდა სვამდეს სხვა შოკოლადს. აი, მეგობრობაც ამას ქვია. სარკე, როგორ მომენატრება, მაგრამ არა უშავს, შემდეგ წელს ვნახავ. გოგოებო, მოგენატრებათ ჩვენი საყვარელი სკოლა, როგორ მიყვარს? ძალიან, მაგრამ დიანა, მართლა გუჭირდება დასვენება. ხო, და მგონი, ბევრი თავგადასავალი გადაგხვდება. ხო, და მასკოტი შეყვარებულს იპოვის, ძლივს იმედია. კი, გოგოებო, შეყვარებულს ვიპოვე. მაგრამ ჩემს ნერვულობა არ გინდათ, როცა საჭირო იქნება, მაშინ ვიპოვე. და ისე რა შვებით, მე უკვე ჩავალაგე ჩემი ჩანთა. პროცესში ვართ. გოგოებო, არ დაგავიწყდეთ ჩერილდერების ფორმები, მაინც ყოველდღე უნდა ვივარჯიშოთ. იმედია სიმართლეა, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს სკოლაშიც კი ასნეთ ვარჯიშებს. უბრალოდ ბევრი პრობლემა გქონდა მასკოტ. დაკნოპოს უნიფორმა რატო არ მოგაქვთ, თუ არ მოდის? მასკოტ, რა თქმა უნდა მოდის, ჩემი საუკეთესო მეგობრის გარეშე იქ როგორ ვიქნები? დიანა, იმედი მაქვს საუკეთესო ოთახი ჩვენ გვექნება. პოსტერები მინდა რომ გავაკრა. ხო, და მეც მოვიტან დიდ პოსტერს ჩემი ახალი celebrity crush-ის. კარგი, მე ჩემი მიზნების ფუკას გავაკეთებ და ჩემი ოცნების გოგოს ფოტოებს ჩავაგრავ. ხო, კარგია ოცნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენი პრინცები და პრინცესები მაშინ მოვლენ, როცა საერთოდ არ ელოდებით. ეგ რომ სიმართლე იყოს. გოგოებო, სიმართლეა, სიყვარული მაშინ მოდის, როცა არ ელოდები. მართლა. გოგოებო, იჩქარეთ, ავტობუსი 15 წუთში მოვა და მინდა რომ რაც შეიძლება მალე წავიდეთ. 15 წუთში? გოგოებო, ხომ გახსოვთ? გზა ძალიან გრძელია, 5 საათი. ამიტომ აისთან უნდა მივიდეთ და რაღაც მაინც ჩავალაგოთ. ლანჩი ან რამე საჭმელი. კარგი, მაშინ თქვენ ჩავალაგეთ და მე აისთან წავალ და საჭმელს და სასმელს ვიყიდი. მასკოტ, გახსოვს? ჩვენთვის ვეგანური სალათი და ხილიც წამოიღე. კარგი, გოგოებო, დაიმახსოვრეთ, რომ მივალთ სახლში პირველი ჩვენ უნდა შევიდეთ. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე დიდი და ყველაზე მაგარი საძინებელი ოთახი ავირჩიოთ. ხო, და ვინ შემოვა? მოდი დავითვალოთ. ბებია ყიდის კევებს, ნაირ ფერებს, რომელი ფერიც გინდა შენ? მოირჩიე. სტელა. შენ უნდა შეხვიდე და ჩვენთვის აირჩიო ყველაზე მაგარი და ყველაზე დიდი საძინებელი ოთახი. ბევრი სარკე უნდა გქონდეს თან. ეგ დაიმახსოვრე, ძალიან მნიშვნელოვანია. მე რატომ მეშინია? იმიტომ რომ თუ მაგარ ოთახში ყოფნა გინდა, მაგისთვის რაღაც უნდა გააკეთო. ბლონდი კითხვა მაქვს და ისევ მკაცრ დიეტაზე უნდა ვიყოთ, მხოლოდ წყალი? არა, გოგოებო, რა თქმა უნდა, დასვენება. უფლებას მოგცემთ ხილიც ჭამოთ.
და ბოსტნეულიც. ვაუ, მადლობა ბლონდი. აბა მეგობრებო, ყველამ სათხართ. დიახ. მასწავლებელო მაიკ, მგონი ვიღაც გვაკლია, მგონი ჯობია კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ სია. მუშასმაილ მივდივართ, იეი! საყვარელო, ძალიან მიხარია. უკვე მივდივართ, იეი! ხომ გითხარით? კარგი, ბაყაყები აქ არიან. ბანი? აქ ვართ. პიცა, აის, აქ ხედავთ, კალათბურთელები. აქ ვართ. ფეხბურთელები საყვართ. და მასკოტიც. შვენიერი, რაიან, კარინა,იანა, ხედავ, ლუზერები. ლუზერები აქ არ არიან. იქნებ გადაიფიქრეს წამოსვლა. კარგი, მაგათ გარეშე წავიდეთ, მაინც რა შეგვჭირდებია. ხო, წავიდეთ. ლუზერების garaშე არ სადაც არ წავალთ, აქ არიან სადღაც სკოლაში, ვინ იპოვის? მეგობრებო, ლუზერები იპოვეთ. ჯანდაბა დამღალესამ ლუზერებმა წამოდით ვიპოვოთ გოგოებო. ჩვენ ვიპოვით ლუზერებს. ბანი შეგიძლიათ იპოვოთ, თქვენ garaშე უფრო სახალისო იქნება ყველაფერი. ბიჭებო, რომ გიყვირეთ და გითხარით, რომ არ გვიყვარდით. სინამდვილეში გვიყვარდით. ხო, ჩვენც. პატრიკ, ისე მიხარია რომ ერთად ვართ. ბროვასტი მიყვარხარ. ჩემო ხუჭუჭა გოგო, ხო იცი, ძალიან მიყვარხარ. ჯიჯი, პირობას გაზლი რომ იმ სახლში აგარაკს ერთი ნაბიჯთაც არ მოგშორდები. პირდები პატრიკ რომ დამიცავ კოღოებისგან? გპირდები. და მწვანე მწერებისგან? ჯიჯი, გპირდები. ჯანდაბა გოგოებო, ლუზერები არ არიან. დიანა, იქნებ მართლა მათ garaშე წასულიყავით, იქნებ სახლში წავიდნენ. ხო, მეც გეუბნები რომ წავიდეთ. ჩუმად გოგოებო, კაფე ვნახოთ. აქ არ არიან. ჩუმად საბერფარეშოს მოусმინეთ. ლუზერებო, არ მოდიხართ? ლუზერებო, არ მოდიხართ ქალაქგარეთ სახლში? ქალაქგარეთ სახლი! მოვიდა ავტობუსი. ლუზერებო, კარგად ხართ? აქ შეიყუჟეთ, სანამ ჩვენ გეძებთ, უკვე 20 წუთის წინ უნდა გავსულიყავით. ხო, გეყოფათ, ეს რა საქციელია? მოიცადე, შევიგდით? ხო, შევიგდით. მაგარია, წავიდეთ, ავტობუსი უკვე მოვიდა. ბავშვებო, ახლა უნდა წავიდეთ ძალიან მაგარ არდადეგებზე. მაგრამ გავერთობით, თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ძას. წავედით, ავტობუსი გველდება. კარგად! გოგოებო, სახლი არ მოგეწონათ? რა პრობლემაა? შეგიძლიათ აქ დარჩეთ. და კოსტუმი, ერთ წუთით. მაგარია, იქ უნდა დავისვანოთ თუ კარტოფილები გავთავოთ. დიანა, ესეთი რაღაც არ უნდა. მასწავლებელო მაიკ, ფიქრობ ის ადამიანები, ვინც არ წამოიღო.